საღამოში ამხელა პოზიტივს. რთულად. მაგრამ ერევი. მაგრამ ვერევი ხო. დილით რო ავდგები ხოლმე ვეძებ რას ჩავეჭიდო. რომ იმან წამოიღოს ენერგია. ხო. და ნატურა ამინთოს შინაგანი, მაგრამ ეს ადრე არ გჭირდებოდა? არა, ახალგაზრდობაში ალბათ არა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ რაც ასაკი მომემატა, მით უფრო ვაფასებ ყველაფერს და მეტ პოზიტივს ვხედავ და ვეძებ და ვნახულობ კიდევაც. რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანმა თავი მოუყარო შენში პოზიტივს? ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გარშემომყოფებისთვისაც. ხო, და იცი რა, მე მართლა აი ერთადერთი თვისება რაც მომწონს ჩემში და აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას, ყოველთვის სადაც ვიყავი, სამ გადაღება იქნებოდა იქ, თეატრი იქნებოდა, თეატრალური სარდაფი იქნებოდა, მართლა მიწაყრილზე და ვირთხებთან ერთად რო ვთამა. იცით, ყველგან ვიყავი ბედნიერი, აი მიხაროდა. და სავსე ვიყავი და კმაყოფილი იმით, რაც ხდებოდა. იმიტომ რომ გიყვარდა, რასაც აკეთებდი იმას და ხო, მაძლევდა ბედნიერებას, მაძლევდა თავისუფლებას. ნახო ზოგს ჭაღიანი და დიდი თეატრები და ის ხიბლავს, მაგრამ მე მაინც სადაც ვიყავი, იქ სიხარული იყო და აი ახლა სადაც ვარ, რასაც ვაკეთებ, იმით ვარ ბედნიერი. გარემო გაძლევს ამ სიყვარულს. არ ვეძებ რაღაცას და არ მივსტირი და არ ვოცნებობ. დიდი მეოცნებე არ ყოფილ ვარ, უფრო რეალისტი ვარ, ხო. ოპტიმისტი ადამიანი ხარ ზოგადად? არა, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ოპტიმისტი იქით ვერ ვიყურები. უცნაურია. პოზიტივის მატარებელი ადამიანისთვის ოპტიმისტი რო არ ახარ? ხო, არა, მთელი დღის მანძილზე რაც მახარებს, იმით ვარ ბედნიერი. აჰა, მეორე დღე დავგეგმო. ბაიკო, შენ მეგობრები ხო ვართ? მეგობრებიც და კოლეგებიც და რამდენი რამე გაგვივლია ერთად. ვიცი რომ გულწრფელი და გულღია იქნები ჩემთან. შენ გაქვს უდიდესი გამოცდილება ტელეგადაცემების წაყვანი. ამ ჟანრის გადაცემისაც, ხო? სადაც ახლა ჩემთან სტუმრად ხარ, ხო? იცი რა, აი ახლა ხდება ხოლმე ესე რომ მეძახიან აი ესეთ საუბრებზე ან ინტერვიუზე ან რაღაცა და იმიტომ კი არა რომ ან თავს ვიფასებ და არ უბრალოდ მგონია რომ ამოვწურე ჩემი თავი. ლაპარაკით, მოყოლით. ამიტომ მგონია რომ აღარა ვარ საინტერესო, იმიტომ რომ ყველაფერი მეტნაკლებად ვისაც რა ინტერესებდა გაიგო ჩემზე და ამიტომ რაღაცა შევეცდები არატიპიური შეკითხვებით ამის გამო და ეხლა სხვანაირი ბაია მინდა დავანახო ყველას. ხო და რასაც გეკითხებოდი, შენ როგორც გამოცდილი, ხო? გამოცდილი ტელეწამყვანი. რამდენი წლიანი სტაჟით? უბევრი, ძალიან. ხო და აი რა შენიშვნა გექნება ჩემთან როგორც წამყვანთან და რა რჩევას მომცემ? არაფერი, უბრალოდ იცი ჩემთვის ტელევიზია მე რომ მივედი იმდენად სხვა რამე იყო. ტერმინოლოგიაც კი არ მესმოდა, ასე დავდიოდი შტერივით უხერხულად. თლად პირდაპირ ეთერი, კიდე კარგი ბევრნი ვისხედით და ყველა გამოცდილი იყო და მშველოდნენ, მაგრამ მე ერთადერთი რას ვაკეთებდი, რაც არ ვიცოდი, ვიძახდი, არ ვიცი ხალხო, მაპატიეთ, არ ვიცი და ამით გადავირჩინე თავი ბევრჯერ, იმიტომ რომ არ მომქონდა თავი, რომ მე ყველაფერი ვიცი და ყველაფერში გარკვეული ვარ. ბუნებრივი და გულწრფელი. ხო, რაც ვარ ეს ვიყავი, ხო. მაგას ვცდილობ მე. ხო. თუმცა მაყურებლისთვის ძალიან საყვარელი და მისაღები იყავი, როგორც. აი, მე არ ვიცი, შეიძლება. კარგი წლები იყო და მადლობელი ვარ იმ წლების, იმიტომ რომ საერთოდ სხვა კარი შევაღე თეატრიდან და კინოდან და სხვა კარი შევაღე და მინდა გითხრა რომ არ ვიყავი მაშინ პატარა, თითქმის 50 წლის ხვდებოდი, მე არასოდეს არ ვმალავ ასაკს და მაშინ შვილიც არ იყო დიდი მაკრინე, დაემთხვა რომ ჩემი ცოლის დაქალების გადაღება დაიწყო. პლუს თეატრი მქონდა, სადაც რეპერტუარშიც ვიყავი და რეპეტიციებიც მქონდა და აი ერთადერთი ეხლა იმას ვფიქრობ, რომ კიდე რაღაცა გამომჩა, რაღაცას ვაკეთებდი.
უბრალოდ როგორ ვახერხებდი, მაგრამ იმდენად სავსე ვიყავი, რომ აი ეს ხვდა წილად, რომ მე ბევრი რაღაცა შემიძლია ვაკეთო და ამაში გამოვცადო თავი, იმიტომ რომ მე მქონდა პერიოდები, როცა საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი და მახსოვს ეს. აი დილით რო ვდგებოდი, არსად რო არ გეჩქარება, რა საშინელება. არა, რო არ იცი, აი რა, რამდენჯერ უნდა დაალაგო სახლი. ხო. აი რამდენჯერ უნდა გამოაღო კარადა და თავი. აი ესენი რომ მახსოვდა, აი ეს მაძლევდა ენერგიას და მადლობელი ვიყავი ამ ყველაფრისთვის და ვასწრებდი და ეხლა აღარ შემიძლია ამდენი, მაგრამ სულ ვფიქრობ, აი როგორ საერთოდ რაც მეც აკეთებ, მიც მეც ასწრებ. ხო. და ის გაძლევს, რომ იყო მოჭიმული და ფორმაში სულ. აი ეს ხანგრძლივი პაუზა რატო იყო შენს ცხოვრებაში? როგორ ფიქრობ, რა საბრალებ, რამ გამოიწვია? იცი რა, ერთი წლები იყო ძალიან რთული. მეორეც ერთი რუსთაველის თეატრში ვიყავი, სადაც არ ვიყავი ასე დაკავებული. და რთული იყო იმ პერიოდში საერთოდ რამე ახლის დაწყება. და ახლის დაწყება ჩემთვის არის ეკა აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი იმდენად რომ აი ეხლა რომ მითხრა რომ დაივიწყე ყველაფერი და მოდი აი ეხლა ვთქვათ შევაღოთ კარი, სადაც არის რაღაცა ქიმიური ლაბორატორია და ნუ რა ვიცი რაღაც მანქანათმშენებლობა. აი გიждები რაც არ ვიცი იმის რისკზე წასვლაც სწავლა და ნოლიდან დაწყება. და ეს ტელევიზიაც აი ესეთი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ მე იქ გავიტლიკე და იქ ვისწავლე ასე ლაპარაკი ხმამაღლა და გამბედავად თორემ ძალიან ის ვიყავი ჩაკეტილი ზედმეტად ხო ზედმეტად მეშინოდა აი რაღაცა ხო ზედმეტად მორიდებული ვიყავი მცხენოდა აზრის გამოთქმის იმიტომ რომ მეგონა რომ ეს არავისთვის რაღაც რა ვიცი ესე ზედმეტი თავმდაბლობით ალბათ თუმცა როგორი ცუდია ეს ზედმეტი თავმდაბლობა არის დამღუპველი უბრალოდ არა და ასე გაგზარდეს რომ ხო ეს არის უბრალოდ დამღუპველი იმიტომ რომ შენში იმდენ რამეს კლავ და მიჩქმალავ რითიც ხარ შენ იმიტომ რომ ის ახარ შენ და გადაკეთებული რომ მე ზედმეტად ასეთი ვარ და არ თქვან რომ ასეთი რაც შვიდილი გაზარდეს და ან ესე როგორ იქცევა ან ეს აი ეს გაკარგინებს რაც ხარ შენ სინამდვილეში ხო ინდივიდუალიზმი საერთოდ მე ვიძახი რომ მე ვუდსტოკისთვის ვიყავი დაბადებული და აღმოჩნდი რაღაცა დიდი პერიოდი რაღაცა ესეთი რაღაცნაირი თავდა ზედმეტად ყველაფერი ზედმეტად ჩაჩქმალული და ესეთი რაღაცნაირად ჩაწეული უკან. ხო ეს დედმამის დიდების ქვეშ ხო ყველა მოელის შენგან რაღაცა განსაკუთრებულს და შენ ხარ ჩვეულებრივი დამოუკიდებელი ადამიანი, მაგრამ სულ უნდა მოერგო, მიერგო რაღაცა თითიცაჩვენებელი რო ხო და შენ ამიტომ უნდა შეასრულო ეს ყველაფერი რა სისულელეა ეს აბსოლუტური. რაც ამოსახეთ კია ის უნდა თქვა, ის უნდა გააკეთო. თუ კარები მოსაჯახუნებელია, უნდა მოიჯახუნო. ნუ ესე რაღაცნაირად. ეს ძალიან გვიან მოვიდა ჩემთან. აი, ბავშვობას იხსენებ, ეხლა რომ ძალიან ჩუმი და გაუბედავი იყავი, ხო? რატომ? რამ გამოიწვია ეს ოჯახებმა აღზრდამ? არ ვიცი რამ ახლა მიჭირს თქმა. ბევრმა რამე მე. ვარსკვლავი დედის და ministri მამის შვილები, როგორც წესი გათამამებულები არიან უფრო და უიმე არა. არა, ხო. არა. ეს ალბათ აღზრდიდან მოდის. აღზრდიდან, ხო. როგორ წარმოგედგინა საკუთარი თავი და მომავალი? რა გინდოდა რომ გამოსულიყავ? დიდად აზრს არ მეკითხებოდნენ და არც მე არ ვამბობდი, მაგრამ მაინც რატომღაც შემთხვევამ და ბედმა გადაწყვიტა ჩემი არტისტობა, ასე ვთქვათ. რომელმა შემთხვევით? სულ შემთხვევით აბსოლუტურად ბატონი მიშა თუმანიშვილი, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო, გზაზე ვინც დამაყენა და აი ესე ხელი მკრა და პროფესია მომცა, ხელობა უფრო სწორედ, როგორც მას უნდოდა თქმა, უყვარდა თქმა, ეს შენ კარგად იცი, ხელობა, რომ გადარჩე. რომ რანაირი შეთავაზება და როლი რაღაცა რომ შენ ისწავლო გადარჩენა, რომ ხელობა გქონდეს და მე ნიჭი ეს არის კიდე სხვა თუ გაქვს, ხო, კაი.
ხო და შემთხვევით შეხვდნენ სადღაც პანაშვიდზე დედაჩემი და ბატონი მიშა და ბატონმა მიშა მოიკითხა რომ ბაიაო რა შვებაო ხო ამთავრებს სკოლას და კიო და რას აპირებს და არ ვიციო დედაჩემმა თქვა ჯერო არ გადაუწყვეტიაო და მაშინ იწყებდა ჯგუფის ხო სახელოსნო პირველ ნაბიჯებს ასე ვთქვათ და ყოფილ ფიზკულტურის ინსტიტუტში რეპეტიციები ჰქონდათ დაწყებული და ბატონმა მიშამ ესე უთხრა დედაჩემს რომ მოვიდესო, იაროსო, შეხედოსო. თუ მოეწონება თუ არა და მე შენ მაინც არ დაგაბრალებს რომ აი მე არ გამიშვი სამსახიობოზე ხო და გზა მიბნე. იმიტომ რომ დედაჩემს ამის გამოცდილება ჰქონდა, ჩემ ძმა მთელი ცხოვრება აი დამღუპე მე ძალიან მაგარი არტისტი ვიქნებოდი და არ გაუშვა. იმიტომ რომ დედაჩემი ხედავდა რომ კაკული ძალიან კარგად წერდა. მე ლიტერატურით ძალიან კარგად წერდა და კაცო კარგად წერდა რა გინდა და შენაირი მოჩხუბარეო ვინმე რეჟისორს გალახავ რა მაინც გამოგაგდებენ თეატრი და ტაჯიკი წერეო. და ეს რო ქონდა ეთყობა წინაპირობა, მოკლედ დავიწყე იქ სიარული და მე თეატრალური სახელოსნოც გაიხსნა ყველაფერი და რაღაცნაირად ჩავები და მოვხვდი იმ მაგიაში, რასაც ქმნიდა, რაც არ არის ყველა თეატრში, მაგრამ რასაც ქმნიდა ბატონი მიშა. აი მოიწამლე. მოვინუსხე, ხო. და მინდა გითხრა რომ აი ვისწავლე თუ ვისწავლე ყველაზე ბევრი. მე ჩავაბარე სარეჟისოროზე, იმიტომ რომ არ იყვანდა ბატონი მიშა ძალიან ადვილად, იმიტომ რომ ნუ უკვე ძალიან ბევრი რამე ვიცოდი და ბოლო წელს მე მჩვევია რაღაცების რადიკალურად შესცვლა მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ასეთი ვარ. არა ვარ, მაგრამ ვიცი გადატრიალებების მოხდენა ჩემ ცხოვრებაში და დავწერე განცხადება და შევედი ვასო კიკნაძესთან და უთხარი რომ მე წასვლა მინდა ბატონი მიშას ჯგუფიდან და საერთოდ მსახიობობა მინდა არ გამჩენია სურვილი რეჟისორობის და გადამიყვანეთ ბატონი შალვა გაწერილიასთან და ეკა მაშინ მოხდა საოცრება იმიტომ რომ ბატონი მიშა ახლაც ჩემთვის გურუა რა არის არ ვიცი ყველაფერია მაგრამ ცოტა შოკი მქონდა რისგან იცი რომ ბატონი შალვა გაწერილია რომელიც სასწაული პედაგოგი იყო უნიჭიერესი კაცი მაგრამ ძალიან ჩაკეტილი და ძალიან თავის ხასიათიანი აღმოვაჩინე რომ ძალიან მაგარია და ცოტა არ იყოს ესე ჟარგონულად რომ ვთქვა გამიტყდა იმიტომ რომ ბატონ მიშას როგორ შეიძლება რომ შევადარო მაგრამ ძალიან მაგარი იყო და მივხვდი რომ კერპი არ უნდა შექმნა არავისგან არასდროს და აი ასე რა ვიცი მე მივედი რუსთაველის თეატრში რაღაცნაირად წავიდა, მაინდა-მაინც საინტერესოთ არა. იცი რა, მე მგონია რომ მსახიობი როცა იწყებს, ბევრი რამე უნდა დაემთხვას ერთმანეთს, რომ გამოჩნდე კარგად. და როცა რაღაცები არ ემთხვევა, ლაყლაყებ, ხანიკა-ხახა. თამაშობდი ბატონი რობერტის კარგ სპექტაკლებშიც ყველაფერი, მაგრამ მე დადგა დრო, რომ მივხვდი, რომ მაგრად ვბუქსაობ. აი მივხვდი რომ რაღაც გავიჭედე ცუდად. და წამოვედი რუსთაველის თეატრიდან, დავწერე განცხადება და წამოვედი. ოღონდ დედაჩემი ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ არ იცოდა ეს ამბავი, მამაჩემაც გვიან გაიგო, ჩემმა მეუღლემაც. ოღონდ მივხვდი რომ სად მივდიოდი კაცმა არ იცის. ნუ მეტნაკლებად ვიცოდი, მაგრამ ის არ იყო ჯერ რეალური და უნდა წავსულიყავი. იმიტომ რომ ესე აღარ შეიძლებოდა. ჩემთვის ვამბობ, მე რაღაცა მაშინ რუსთაველის თეატრიდან წასვლა ძალიან სერიოზული განაცხადი იყო. კი. 1-2 კაცი წარი წასული მარტო, ხო? ხო, მაგრამ რეაქცია შიგნით როგორი იყო? არაფერი, ჩემმა მეგობრებმა გვიან გაიგეს საერთოდ და რაღაცა, ისე გავაკეთე ეს რაღაცნაირად. სეზონი მთავრდებოდა და სანამ დაიწყო და რა ჭუმად, ხო? ოღონდ მივხვდი რომ ეს მე უნდა გავაკეთო. რეჟისორის რეაქცია? დამიბარა ერთხელ და ვერ მივედი. გაგინაწყენებია. არა მგონია ახლა დიდად წენოდა, მაგრამ ნუ ხო. და იქიდან ამოყირავდა მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთვის უკეთესობისკენ. კარგისკენ, ხო? ანუ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ჩვენ ვიცით და მართლა ასე არის რომ მსახიობი არის დამოკიდებული
პროფესია. რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაცა დოზა თავისუფლების უნდა კონდეს. შენი არჩევანის უფლება უნდა კონდეს. აი ეს სილაღე და ის რომ შენ თავისუფალი ხარ და არა ხარ მიბმული და ლოდინში გამოგაკრავენ კედელზე როლის განაწილებაში არ გამოგაკრავ, აი ეს აღარ მომხდარა. აღარ მომხდარა. და ვიყავი აი ასე რუსთაველზე თეატრალურ სარდაფში. ვიყავით ბედნიერები, ლაღები, გიჟმაჟები და რაღაცნაირი გადარეული ცხოვრება მქონდა და მე წავიდა და მე რა ვიცი, აი ესე მიდის. ის ისტორია ძალიან მიყვარს, შემთხვევით რომ დაადექი თავზე ჭოლას. ხო, რო თხრიდნენ, ხო? აბა. თეატრში მივდიოდი, მაშინ ჯერ კიდევ თეატრში ვიყავი და რუსთაველზე, რუსთაველის 42, იმიტომაც დაარქვა ლევანმა ახლა ახალ თეატრს 42 და რო გავიარე, ხედავ რომ რაღაცა მიწა არის ამოყრილი და ვიღაცა ნიჩბებს ისვრის და რაღაცა თავი მეცნო, თმა მეცნო და ჩავიხედე და ვხედავ ჩემი ჯგუფელი ოთარეგაძე და ლევან წულაძე თხრიან და ვიფიქრე ესე გაუჭირ, მაშინ ყველას გვიჭირდა კაცო 90 წელი. მუშებად დაიწყეს წელია და ნუ ხო, ნუ ყველა რაღაცას აკეთებდა და რას აკეთებთ მეთქი აქ და თეატრს ვაშენებთო. მე ვთხარი. აბა კარგად. მოვალ მანდ მეთქი. ხო და მართლა მივედი მე. ამოთხრილი იყო უკვე. ამოთხრილი იყო. მაგრამ გვეყრებოდა მიწაც და ბევრი სიხარული. მარინა თბილელის შვილის სახელის ტარება, აი თამსახიობი ხართული იყო ალბათ, ხო? კი, რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ ეთყობა იმდენად ბავშვობიდან ამას შეგუებული ვიყავი, რომ ერთხელ ქალს რო იტყვიან პირკატა ეცა, რო უთხრეს რომ ეს მარინა შვილო, აი მე შვილო დედაშენი და შენ რას გავხარო დაახლოებით ეს იყო ქვეტექსტი. მაგრამ მე მგონი ძალიან გავხარ დედას. იცი რა, ასაკში დავემსგავსე. ძალიან გამსგავსე. ასაკში დავემსგავსე, უბრალოდ იმიტომ რომ ეთყობა ქვეცნობიერად რაღაც პროტესტი მქონდა, რომ მე სხვა ვარ, კი ვარ შვილი, მაგრამ მე ჩემი რაღაცა იმით დავიბადე, ხო? რაღაცა მონაცემები. ანუ ცდილობდი მაინც მისი ჭრილიდან გამოსვლას. ხო, ალბათ ეთყობა, მაგრამ აი რაღაცა ბრძოლები და განცდები და ისინი არ მქონდა, ძალიან იუმორით უყურებდი ამას. კი, მაგრამ ის რომ შენგან რაღაცას ელოდებიან და გაუგებარია რატო ელოდებიან, რა შუაშია დედაჩემი და მე დამოუკიდებელი სუბიექტი ვარ, ასე ვთქვათ. რას ელოდებიან ახლა, რომ აი გადავახტები და უკეთ, აი ხო, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. კარიერაში მისმა შვილობამ ხელი შეგიწყო თუ პირიქით? არა, მაქვს ესეთი წარმატებული განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, წვანე არის კვანთებული. არა, არანაირად. მამაჩემი კინემატოგრაფიის თავმჯდომარე იყო, მინისტრი როგორც იტყვიან და მე რაღაცა 3-4 კენკილა ფილმი მაქვს, არ არის ეგრე. იგივე ის 1-2 ფილმი საერთოდ არ იცოდნენ, ისე მომაკითხა იგივე სერგო ფარაჯანოვმა, მე აღმოაჩინა. კი ბატონო, იგივე შემიძლია გითხრა და იმიტომაც გეკითხე. ანუ შენით უნდა მიგეღწია ყველაფრისთვის და ეს ბევრად უფრო ქსიამოვნებს, არა? ხო, ეხლა ცოტა ხელის წაკვრა ცუდი არ არის ნამდვილად, მაგრამ არ მქონია ესეთი, რა ვიცი. როგორი დედა იყო მარინაზე რო ვილაპარაკო? ხოთქოთა მარინა იყო, ჭრელაჭრულა, ფერადი იყო, ბევრი, სახლი იყო გაძეძგილი მარინათი და საერთოდ ძალიან პოზიტიური იყო, ძალიან პოზიტიური და ძალიან კისკისა იყო და სულ მეუბნებოდა არ იყო დაღმენჭილი. გაიცინე მეუბნებოდა. ხო, თუმცა იმანაც ბევრი რამ გადაიტანა ახალგაზრდობაში და არ იყო იმ თაობის ცხოვრებაც ადვილი, მაგრამ რაც ჩვენ გამოვიარეთ და რასაც გავდივართ ეკა, მე მგონი ხო, არც ეს არის ადვილი. ყველამ ვიცით, თუ ყველას წაუკითხავს მამას სიტყვები, სადაც ამბობდა, რომ მარინა თბილეს მხოლოდ გარეგნობით იყენებდნენ, ხო, მის სილამაზეს იყენებდნენ და მისი ნიჭი ბოლომდე არ იყო გამოყენებული. ასე იყო შენც ასე თვლი?
კი, ნუ ეხა სანამ მარჯანიშვილის თეატრში კეკელა ხუხლიაშვილი არ ითამაშა, დედას იყენებდნენ როგორც ეს რაღაცა. რა საოცარია მაგროში. ხო და ფილმებში ერთ და იგივე როლს თამაშობდა, მაგრამ მაშინაც იმდენი კარგი მსახიობი იყო, მაგრამ მაშინდელი კინემატოგრაფი ამის საშუალებას არ. ხო, რაღაცა ყალიბი იყო და იმ ყალიბში ეს ხუჩიას უნდა ეთამაშა, ამაში სესილიას უნდა ეთამაშა, ამაში მარინას და დოდო ჭიჭინაძეს და აი რაღაცა ისეთი იყო. შენი ნიჭი არის ბოლომდე გამოყენებული. ჯერ წინ გაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ წინ მაქვს. სწორად დაგინახეს ქართველმა რეჟისორებმა როგორთლი. იცი რა, მე ერთადერთი არის რომ საერთოდ არასოდეს არ მეშინოდა აი სო მესმოდა რომ აი გარდამავალი ასაკი, ჯერთი ჯულიეტა და ისინი არასოდეს არ მითამაშია. ყოველთვის რაღაცა ასაკოვან, ნუ რაღაცა ესეთ როლებს თამაშობდი და მეორეც ერთი სულ მიკვირდა რისი ეშინიათ, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მიგრძნია. და მეორეც ერთი იმდენი როლი არის ასაკში სათამაშო. მით უმეტეს როცა ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვს, როცა სენსორები უკვე სხვა გაქვს, როცა ხელობაც უკვე შტამპები დაგროვებული გაქვს, ეს არ არის ცუდი სხვათა შორის, გააჩნია როგორ იყენებ. მოიმე ძალიან მაგარია. პირიქით მე რა ვიცი თუ შემომთავაზებენ. მე ძალიან ბევრნაირი ბაია მყავს ნანახი. ხო, არ ვიცი, არა, ბევრი მე დიდად არ მითამაშია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რა არის ეკა. მე სხვათა შორის არ მეგულება ადამიანი უნიჭო. როგორ ვთქვა, აი არაფრის ნიჭი არ აქვს. ხო. არ არსებობს. უბრალოდ შენ რაღაცა არ გაგიტაცა და არ დაგაინტერესა. შეიძლება ესეც რაღაც ნიჭისთვისებაა, მაგრამ 90-იანებში, როცა მართლა სტაგნაცია იყო და ასე, აი ამაში ცხელწყალს ვასხავდით და ესე ვიჯექით, მაშინ ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ნინიკო არსენიშვილმა ერთხელ ასე ვიყინებით სახლში და ბაიაო რაღაცა უნდა მოვიფიქრო, თორე გავგიჟდებითო. თეატრში ყინავს, ფეხით დავდივართ თეატრში რეპეტიციებზე და დავიწყეთ თოჯინების კეთება. ოღონდ თოჯინები კუკლას რასაც ვეძახით ის კი არა, რაღაცა თეატრალური ფიგურები, ასე ვთქვა, ჩაცმული და რაღაც ხასიათებში და ვისწავლეთ ზერწვა, ვისწავლეთ ხელების კეთება, აი ყველაფერი იქამდე ეკარო გამოფენებზე გვეპატიჟებოდნენ. და ვაგზავნიდით საზღვარგარეთ და მახსოვს 2000 წელია და დედაჩემის 80 წლის თავი იუბილე მოდის და მე სარდაფში ვარ და ნუ რაღაცნაირად უნდა გადაუხადოთ, სარდაფში ჩავიყვან, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ, რაღაცას გავართობ და ხატიშებს სტუმრებს, მაგრამ ის რომ ნუ სუფრა და რაღაცა იყოს არ შეგვწევს და გალერეა ენი რო იყო ბარათაშვილის ხიდამდე იმ გალერეაში დამიძახეს რომ გამოფენა ეწყობაო რაღაც შავი ზღვის სანაპიროს რაღაცა და მოიტანეო შენი თოჯინა მქონდა ერთი ფერეიდანელი ქალი. დიდი აი ამ ხელა. და მოკეთ ბევრი რო არ გავაგრძელო, დამირეკეს რომ მოდიო, ფეხით წავედი ვაკედან. მოდიო რომ პირველი ადგილი აიღო და პრიზიო. მივედი ახლა რაღაც გამიხარდა, მადლობთ, რაღაცა დამთავრებულია ეს უკვე შეხვედრა, რაღაც რატო არ მოხვედი რაღაცა და მაძლევენ კონვერტს. 2000 წელია. და რა არის მეთქი და ესო პრემია $1200. უფ, მაშინ რა ფული იყო. კაი რა. ხო და მოვილხინეთ დედაჩემს სარდაფში. კი მეკითხებოდა, სად მივდივართ, იმიტომ რომ აღარ დადიოდა უკვე თეატრში და მით უმეტეს ამ სარდაფში მონგრეულ კიბეებზე და სადღაც underground ისა და მოკლედ აი ესეთი წამოვიწყე ეს. მერე რაღაცა პერიოდის წინ უკვე აღარც იმას არ ვაკეთებ. არ ვიყავი კარგად და არ მიყვარს ეს როცა რაღაცა შემომეპარება ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ეს ჩემი და დავიწყე აპლიკაციების კეთება. მე ასე ხმამაღლა დავარქვი პოპარტი. მაგრამ დავიწყე აპლიკაციების კეთება და მინდა გითხრა არ არის ცუდი, იმიტომ რომ ვინც მხატვრები მოსულან და ვინც ფერწერაში და რაღაცაში მოეკითხება და გათვითცნობიერებულია, საკმაოდ დიდი ტილოები გავაკეთე. ოღონდ იქ არის შერეული ტექნიკა აბსოლუტურად ხელსახოციდან დაწყება, ან რთულად ძალიან. ხატვა და ყველაფერი. და ეხლა ეს ხლაც ცოტა გავიჭედე, ცოტა ხნის წინ.
და დავიწყე ზღაპრების კეთება. გადასარევი. ოღონდ ჩემით. და ჩემი უახლოესი ორი მეგობარი, ვისთანაც ერთად ჩვენ მუშაობდით ფორმულაში, ტელეკომპანიაში და ასე ისხდნენ ჩემთან და გვანცა მამაცაშვილი და ბექა მაისურაძე და ასე ვზივარ და რაღაცის გაკეთება მინდა მევთხარი რაღაცის და იდეა დიდი ხანია მაქვს თავში და არ ვიცი მევთხარი იმას კამერა ჭირდება, მონტაჟი ჭირდება და გვანცამ ესე ინდიფერენტულად. კაცო მოვიყვან, გადავიღოთ, გავაკეთოთ და ისე ვარ ახლა გატაცებული, არაფერი სხვა არ მინდა. აი არაფერი უცებ მე თვითონ წერა ზღაპრებს. ეს რეკვიზიტი და ხარახურები ხო სახში უამრავი მაქვს. ხან ასე წავიკრავ თავს, ხან ამას ამოვიღებ, ხან დედაჩემის ბეწვს მოვქექავ, ხან რაღაცა და ვაწყობ ამას უყვები და რაღაცა ძალიან გამიტაცა. არ ვიცი ზაღლი გიშლის ხოლმე. აი, სიხარული ჩემი. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ეს, მაგრამ რისი თქმა მინდა, რომ ადამიანი არ უნდა გაჩერდეს. ამოუწურავია ნებისმიერი ჩვენთაგანი. რა ესეთი მრავალპლანიანი ხარ და ნიჭები გაქვს და რატომ შეარჩიე ზღაპრები? ზღაპარიყო, მალე კარგიც მომხდარ იყოს. არ ვიცია. იმიტომ რომ სიკეთე იმარჯვებს. ხო, იმიტომ რომ ბავშვები საუკეთესო მაყურებელს. ბავშვებისთვის, იმიტომ რომ გაძლევს საშუალებას, რომ ბევრი რაღაცა მოხდეს. მე მინდა ხოლმე რომ ეს ხელით გაკეთებული იყოს, ხელით ჩასხმული, გადმოსხმული, ხელით ნამუშევარი, ჩემი გამოძერწილი ან რაღაცა და სახიერი იყოს, რომ მათი წარმოსახვა იყოს რეალურად შესაძლებელი. გამოხმაურება აქვს, ხო? უი ძალიან. ძალიან კმაყოფილი არიან ბავშვები და ზღაპრებს შენ თვითონ იგონებ. ხო. ოღონდ ვიგონებ როგორც აი რაღაცა ფაბულას მოვიგონებ, ან რაღაცას დავინახავ, თქვა რაღაცა ნიღაბიგდია. ამას წინა ჩემმა მეგობარმა თავისი შვილიშვილის ესეთი პატარა ქუდი იყო, ქათამი იყო. მომეცი მევთხარი ეს მომეცი. და მოკლედ აი ეს იდეა და მე ჩაწერის დროს უყვები ხოლმე თან სახალისოა თან რაღაცა. ნიჭიერი ადამიანი ხარ და არა, მადლობთ, მაგრამ ნიჭიერი არა, იცი რა. ინტერესიანი. ხო, ინტერესიანი ვარ. ხო, ინტერესიანი ვარ. და მიყვარს რაღაც ახლის დაწყება. აი გამომივა, არ გამომივა, ეს უმაინტერესებს. და ყოველთვის გამოგდის. და არა ვარ ჩაბღაუჭებული რაღაცის მოლოდინში. იღბლიანი ხარ, როგორ ფიქრობ? აი პროფესიაში. არა. არა, იმიტომ რომ რამდენი შემთხვევაც ყოფილა, აი რო ელოდები ჩაშლილა ყველაფერი. და ძალიან მტკენია გული, აი ამანიცის რაღაცნაირი გაშეშება რაღაც პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან ელოდები და ჩაიქნე უიმედობა. ხო, რაღაცა, მაგრამ არა უშავს. თუმცა ძალიან მაგარი რეჟისორებთან გიმუშავია. ხო. რომელიმეს იცი რა ეკა, აი დედაჩემა იცოდა. დედა, შენი ფილმი გადის. ის ჩაიქნებდა ხოლმე ხეს. და ეხლაც იყო შემთხვევა და წინაზეც მთხოვენ რომ ჩემი რა ქვია, ჩამოვწერო ნათამაშები, როლები და სპექტაკლები. ვაიმე, არ მახს. ხო. არ ქონია ესე? არ და უცებ გამომრჩენია ისეთი ბედნიერება, რასაც მოუტანია ჩემთვის სპექტაკლი, იმიტომ რომ წავიდა ის. დამთავრდა. ახარ უნდა მეც ვითამაშე და მე რო ვითამაშე და მე რო ეს ტიპი ხარ ეგეთი, თორემ რომელია სპექტაკლი, რომელსაც ბედნიერება მოუტანია, ასე რომ გახსოვს? იცი რა, კონკრეტული ერთი სპექტაკლი არ არის, ეს ხო რაღაცა მდგომარეობა, რაღაცნაირი, აი სადაც ერთ და იგივე სპექტაკლში ხან მოდის ეს ბედნიერება, აი ეს სწორი მდგომარეობა, რომელიც ხშირად არ არის ხოლმე. აი ეს რაღაცა გარინდების წამი, აი და რაღაცა რომ დენი უთხავს ერთმანეთს. ბედნიერი რო ხარ იმ ფიცარნაგზე გასვით. ხო. ან და რო დგახარ და რაღაცა წრედი რო იკურება მაყურებელს და ნუ ეს რაღაცა წამები არის და ესეც იშვიათია, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა. ძალიან კარგია. თუმცა მტკივნეულიც ხშირად არის. შენ შვილს გაიმეტებდი ამ პროფესიისთვის? გავიმეტე სხვათა შორის. უნდოდა ჩააბარა კიდევაც, მე ვეუბნებოდი რომ იქნებ დაფიქრებულიყო, მაგრამ არაფერში არ უშლი ხელს. და წამოვიდა. და
და ეხლა თავიდან აბარებს სულ სხვა უნივერსიტეტში. თვითონ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არა. ხო. რითი ახსნა? არ ვიცი, ძალიან არ უკირკიტებ, რატო იცი, არ მინდა ეტკინოს, იმიტომ რომ რაღაც მომენტი მისთვის ეს ტკივნეული იყო მაინც, ხო. ბლათის არის ცოტა, ხო, მოუშუშებელი, მაგრამ ეხლა ბავშვები ხო ცოტა ისეთები არიან, როგორ გითხრა რა სიტყვა ეს პრაგმატულები. და ცოტა რეალისტები უფრო და უფრო გამბედავები და უფრო მეტი ინფორმაცია. ხო და არ ვიცი, მე არაფერს არ უშლის ბავშვებს. გავიარეთ თინეიჯერობა და ეხლა რაღაცნაირი ისეთი არის. შენ რომ მსახიობი არ ყოფილიყავ ვინ იქნებოდი? ნუ რაღაცა არტში ვიქნებოდი. არ ვიცი. ვიქნებოდი არტში. აი, რა მიყვარს იცი? ახლობელი რომელი განხრა? აი გეტყვი, ერთხელ სერგოს სანამ გადაღებები დაიწყებოდა ფარაჯანოვმა მითხრა რომ მოდიო ჩემთანო, არსენადან მქონდა შესასვლელი არსენის ქუჩი და მოდიო ჩემთან და რომ შევედი ბნელ ჭუჭყიან. ოღონდ სავსე ჩემთვის საოცარ საგნები ჭიქები, ნახატები, ალბომები, რაღაცა სკამი, რაღაცა ქუდი და ეს იყო სავსე. ეს იყო, იცი რა, აი ეს იყო რაც არ ვიცი, აი ყველაფერი გაძლევს იმპულსს რომ რაღაცა გააკეთო. და აი ეგ რო დავჯექი, მივხვდი რომ აი აქ მინდა ყოფნა. და რამდენ რამეს გავაკეთებდი აქედან. უიმე ეს იყო თან თოჯინები ქონდა, მაშინ არ ვაკეთებდი რა ის თოჯინები. სხვა პერიოდია ეგ და თოჯინები ქონდა და ერთი თოჯინა იყო რაღაც ლამაზი. ოღონდ თოჯინა პირდაპირ გაგებით არა, რაღაცა უცნაური ფიგურები იყო და ერთს ქონდა ესეთი რაღაცნაირი ყვითელი თმა ესე მოხვეული და ეს ჩემი ცოლის თმა არისო, ულამაზესი ცოლი მყავდა, ეს უკრაინელი რო ყავდა და გრძელი თმები ქონდა ყვითელიო და თავის გაკეთებული თოჯინა იყო. თვითონ აკეთებდა. საოცარი ნიჭი. როგორი იყო მასთან ურთიერთობა? უიმე, ეს იყო, რა ვიცი, დღესასწაული. დღესასწაული სიცილკის. რამე არ გახსენდება რომ მომიყვე? აზერბაიჯანულ სოფელში შეკიში ვიღებდით და ესეთი პატარა ეზოკარი იყო და ძალიან ისეთი უფერული სახლი, სადაც გავჩერდით, სადაც უნდა მოეწყოთ ეზო ამაშუღის და ფილმაშუყარებზე ლაპარაკი და წავედით ჩვენ მერე სასტუმროში დავიძინეთ და მეორე დღეს რომ მოვედით კაცო ეზო არის რაღაცნაირად საერთოდ გადაკეთებული. ოღონდ აი გასაგიჟებელ ლოკაციად ქცეული, აი ზღაპრულ ლოკაციად ქცეული და რაც თავარია სახლშიც რომ შევედით ის ოჯახი მერე გლოცავდა, იმიტომ რომ დატოვეს ყველაფერი თან სერგო ძალიან ხელგაშლილი იყო, რაღაცა შენსას გააყოლებდა, მაგრამ გიტოვებდა ასინდენს. და გადასაფარებლებით ამ ოჯახის ფოტო გაუდიდებია რაღაც თავის ჩარჩოში ჩასმული, იქ სარკე მოათრია დაუდო რაღაცა და ეს ყველაფერი იყო, აი მართლა 1001 ღამის მოწყობილი ლოკაცია, ხეებზე, სხვა ხეებზე ბროწეული იყო, ბროწეულის ხეზე მსხალი ეკიდა, რაღაცა ფარდაგები და მე იცოდა. აი ეს იყო კიდე რაღაც საოცარი. ესე იჯდა ხოლმე და კოსტიუმებს თვითონ გვაცმევდა, რა თქმა უნდა და ასე ვიდექით რიგში და მოდი აქ მეტყოდა და ესე ბოხჩას გახსნიდა და ეს ბოხჩა იყო კინოსტუდიის ძველი დასველებული ჩამპალი შმორიანი კოსტიუმები და ამ კოსტიუმებიდან დაგაყენებდა ესე და იწყებდა შენ ჩაცმას. ეს იყო იცი რა. ეს იყო ჯადოქრობა. ესე იგი, აი ასე ხელებგასაყოფი ქალის ჩაგაცმევდა ფეხზე. ამ შარავარებს გოფრირებულს გაგაყრევინებდა, აქ რაღაცას აი ესე გაგიყრიდა, თავზე რაღაცას მოგახვევდა, წელზე რაღაც კამარივით რაღაცას დაგკიდებდა რაღაცებს და ამას გაგწევდა, ხატავდა. ხო. ხატავდა. ოღონდ აი ამ იქვე ქმნიდა. აი იქვე ქმნიდა და მე ხელები ქონდა, იცი როგორი, აი რო გკიდებდა ხელს. იმ წუთშივე კიდე ნაჭერზე გადავიდოდა. ანუ სულ ჩართული იყო. სულ ჩართული ქონდა. ტვინი იყო ჩართული სულ აი რაღაცების შექმნაში, ხო, ხარისხი. მე იცოდა საოცარი
აღნიშნა აი ვიღაცა ქალი შემოვიდა კარგი აზერბაიჯანელი, ესეთ კარგი მკერდით, რაღაცა ლამაზი, უნდა იქ რაღაცა მასიურ სცენაში რაღაცა და კი გადაიღო ბოლოს, მაგრამ ერთი აი ესე შეხედა, გამოიხედა და არ მოგწონთ მეთქი? ქუსლები აქვს სქელიო თქვა. რა მეთქი? პიატკი ტოლსტოი ესე მითხრა. ანუ ქუსლი აქვს სქელიო. სად გამოჩნდება? არაო ისეო. მერე ვიღაცა ბიჭი შემოვიდა და კარგია პროფილში დააყენეთ. აი ეს ხაზი აქვს ლამაზიო. ანუ ხო და ამას უცებ ხედავდა. ხო, ხელოვანის თვალი მაინც. აბსოლუტურად სხვა ფერში ხედავდა ყველაფერს, კომპოზიცია სხვანაირად ხედავდა, კადრს ხედავდა, აი კადრში არც უნდა ხანდახან კამერაში არ იყურებოდა, ესე გამოხედავდა, შეწევდა რაღაცას. ხო, საოცარი კარგი ბედნიერი თვეები და წლები და მე რა არის იცი ძალიან უყვარდი და სულ პირდაპირ აი ხა იმას გავაკეთებ, მე თავის დაზე დაიწყო ფილმი, იქაც ვიყავი და გარდაიცვალა მე და ძალიან დამაკლდა, იმიტომ რომ აი ეს ტვინი როგორც უმუშავებდა რთულად, მაგრამ გაყოლა აზრის იყო მაგარი. და პროფესიული ურთიერთობის მიღმა როგორი იყო აი სახლში? ძალიან ლაღი იყო. ძალიან ლაღი იყო, მხიარული იყო, ლაღი იყო, უკეთილესი იყო. რა ვიცი, კარგი იყო, კარგი. ეგეთ ადამიანებთან რო ქონია კონტაქტი და რო ისე ძალიან მაგარია. მე ერთ და იგივე ისტორიას ყვებოდა 9000 ვარიანტში და ეს იყო კიდე საინტერესო მისი ფანტაზია და კვიმატიენა როგორ ახერხებდა ამის ცვლიდა ხო გადაკეთება გადმოკეთებას ხო შევშობლებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი კი ნამდვილად მათი ასეთი სიყვარული შენზე როგორ აისახა ხშირად იყავი შეყვარებული მტკივა გული აი მეჭმუჭდება გული აი ასე რომ გაკრავს ხოლმე რაღაცა აი ესე მიყვარს ადამიანებს დღემდე ჯერა და კარგია რომ მოყევი ბაჭო ყავთ კაჭი ხშირად იყავი შეყვარებული? არა. მე საერთოდ სიყვარულისადმი რა დამოკიდებულება გაგიჩინა იმ სიყვარულმა, იმათ ყურება. იცი რა, ეს იყო ძალიან დიდი ერთმანეთის პატივისცემა და ანგარიშის გაწევა. თუნდაც ხო. ოღონდ ეს არ შეიმჩნეოდა ეხლა ან ამბორში ან და საჩუქრების გაცვლა აპაპაპაპაპა. არა. მამაჩები სულ დაკავებული იყო, დედაც ძალიან დაკავებული, ასე შემდეგ. იცი რა, მე ვხედავდი, რომ ურთიერთ პატივისცემა იყო და ძალიან დიდი ანგარიშს გაწევა და რაღაცების პატივისცემა. საჩუქრებში არ არის საქმე. აბსოლუტურად. და დედა ძალიან დიდხანს იყო მერე ავა, თითქმის 12 წელი და აი იქ კი მამაჩემმა გამაოგნა, იმიტომ რომ თურმე არ მცნობია. ისე უვლიდა 12 წლის მანძილზე და არ იყო ეს ადვილი. მაგრამ დედაჩემით შეიცვალა. მორჩილი გახდა. მანამდე ურჩი იყო და მე რაღაცა რაღაცნაირად მორჩილი გახდა და ნუ არ ვიცი, ესე მამაკაცი უვლიდეს მეუღლეს იშვიათია ძალიან. ძალიან იშვიათია. თან მეც მინდობდა რომ მე ღამეები არ გამეთენა და ასე შემდეგ და ხო ეს იყო მაგალითი დიდი ხო და მე დიდად სასიყვარულო ისტორიები არ მქონია მაგხრივ არ არის ჩემი ცხოვრება საინტერესო რაღაცნაირი ისეთი ვარ მაშინ თავარ სიყვარულზე მომიყევი შენი ცხოვრების თავარი სიყვარული ჩემი თავარი სიყვარული ჩემი მეუღლეა რომელთანაც ერთად უკვე 34 წელია ვცხოვრობ და ჩემი თანამგზავრია, ასე მივდივართ ერთად, მეგობარი არის. როგორ გითხრა, იცი, რაღაც პერიოდის მერე ბევრი რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი ხდება. და მე საერთოდ ერთგული ადამიანი ვარ. მიყვარს ერთგულება მეგობრებში, საქმის მიმართ, დროებით შეთანხმება თუ ხდება იქაც. ან ყველაფერში არის, რომ შენ უნდა ენდო ადამიანს. და უნდა იყო ერთგული იმისი და მე ამას ძალიან ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მსახიობის ცხოვრება არ არის ადვილი ზოგიერთი მამაკაცისთვის, რომ ეხლა ღამეს სპექტაკლი გაქვს, ან გადაღება გაქვს, დილით მოდიხარ რაღაცა. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ
სხვა პროფესიის იყო და შეეძლო ეს არ აღექვა ასე შვიდად დაწყნარად. სხვა პროფესია. შეყვარებული ბაია როგორი? სახში გაქცევა უნდა სულ. სახლში მე ისედაც სულ გავრბივარ. მე არა ვარ მოსიარულე და ასე ვთქვათ ტუსოვკების არც მეძახიან, იმიტომ რომ იციან რომ არ მივალ. სახლი მიყვარს ძალიან. გიჟდები ჩემ სახლზე. დალაგება მიყვარს სახლის, საჭმელების კეთება მიყვარს, სახლი მიყვარს. მირჩევნია ის სხვაგან ყოფნა სახლში ვიყო. მიყვარს ძალიან. იცი რა მახსოვს მეზობელმა რო ჩამოგრეცხა და რემონტი მაქრიძა. უი მე გიჟდები რემონტზე, ფული თქვი შენ, თორე გიჟდები ჩემი კი. გაბრაზებული არ მინახი ხარ, როგორი ხარ გაბრაზებული? ბრაზდები? იმეზობელს გაუბრაზდი რომ ჩამოგრეცხა. არა. არა, კარგი მეზობლობა გვაქვს საერთოდ. დედა როგორი ხარ? დედა, ვაიმე, სიამოვნებით, ეხა პატარა რო იყოს, მაკი ვიქნებოდი მკაცრი დედა. მივხვდი რომ და მკაცრი ყოფილიყავ. არა, ისე ვიძახი, ძალიან, მაგიტომ ვამბობ, ძალიან ისეთი დედა ვიყავი. ყველაფრის შემსრულებელი დედა ვარ. მეგობრები ხართ მე როგორც ვიცი? კი. კი, იცი რატომ მე ცოტა მაკლდა, იმიტომ რომ იმ ეპოქაში დედა და შვილი მაინდა-მაინც თან ძალიან დიდი შუალედი იყო და ეჩემა ძალიან გვიან გამაჩინა და ჩემ ძმასთან მეგობრობდა, იმიტომ რომ ჩემი ძმა 17 წლისამ გააჩინა და გამოკეტავდნენ კარებს და იყო ამბავი ხან ჩხუბი ხან იბუტებოდნენ ხან და მეგობრები იყვნენ, აი მეგობრები და მე ვიყავი შვილი. და მე ეს რო გული გადაუშალო და რაღაცა ესეთი არ მქონია და მაკლდა ეს და მაკუსიასთან ამის გულის წყვეტა გაქვს მაინც ხო? ხო, მაგრამ იმდენი რამე სხვა იყო დადებითი, რომ აბალანსებდა. ხო, რა თქმა უნდა. ზოგადად დედაშვილი უნდა მეგობრობდეს თუ ზღვარი უნდა არსებობდეს მაინც? არ ვიცი, ინდივიდუალურია ეს. არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მე ზღვარი არ მაქვს. მეგობრობთ. მე ჩემ შვილს ხანდახან ვეუბნები, შვილო, დედა ვარ, დედა. ხო. ვეღარ არჩევს. ხო, კარგია. მე მგონი კარგია ეს, უფრო კარგია. აი ხლა რომ შეხვდე 17 წლის ლამას ნიჭიერ ბაიას, რას ურჩევდი? აი ამ გადმოსახედით. არ ვიცი, რამდენ რამეს ურჩევდი. პირველი. რასაც თulis რომ უნდა რომ გააკეთოს, ის გააკეთოს. აი რაც გადაწყვიტა, ის გააკეთოს და არ დაიხიოს უკან. გადაწყვეტილება მიიღოს და შეასრულოს. მეორე იცოდეს თავის ფასი. აუცილებლად ეს ყველამ უნდა იცოდეს და სჯეროდეს თავის. და იცოდეს თავისი შესაძლებლობები და არ მიჩქმალოს და არ დამალოს. ანუ მყარად იდგეს. ხო, საკუთარ თავში ეჭირო გეპარება, რაღაცის კეთებაც გეშინია. ხო. თავდაჯერებულობა, ხო. შეცდომა, რომელსაც არ გაიმეორებ, აი რომელიც დაგიშვია და არავითარ შემთხვევაში აღარ გაიმეორებდი. იცი რა, მე ყველა შეცდომამ გამხადა მე. შეცდომა აუცილებელია, გულის ტკენა აუცილებელია. რაღაცის გადატანა, მძიმედ, მწარეთ აუცილებელია, იმიტომ რომ შენ სხვის შეცდომებზე რაც არ უნდა მოგიყვნენ და რაც არ უნდა ცრემლები ვერ სწავლობ. შენ თვითონ უნდა განიცადო და რაღაცნაირად უბრალოდ გამოძრომა უნდა ისწავლო, მაგრამ შენ იზრდები შენივე შეცდომებზე. კი, რა თქმა უნდა. შეუმდგარზე. სამწუხაროდ სხვისაზე ვერ ისწავლო. ხო, ვერა. ქონია ასეთ შეცდომები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინა? კი, ბევრი. გარდატეხა ეხა არ ვიცი, მაგრამ გადამიტანია ვაშკაცურად. ხო, გადამიტანია. უთქმელად, ჩუმად, მაგრამ გადამიტანია, კი. მომითმენია, არ მიპასუხია. ყველაზე ძალიან რისი გეშინია? რისი მეშინია, იცი რისი მეშინია? არ მინდა რომ აი რაღაცნაირად ცუდად გამოვეცალო ჩემ შვილს, დედა ჩემს გულისხმობ. იმიტომ რომ ერთი არის როცა კვდება ადამიანი და ნამდვილად არ მინდა ეხლა. კი არ მეშინია, არა. ისიც თავისებური მოგზაურობა ალბათ მინდა ასე მჯეროდეს, მაგრამ უბრალოდ არ მინდა რაღაცაი დავრდომილ მოსავლელი ვიყო. ძალიან არ მინდა. მენანება მაკუსია ამისთვის. იმიტომ რომ ეს ძალიან ძიმია, იმიტომ რომ ბერდები შენს მათთან ერთად სიბერე გჭამს მათი.
აი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ცხოვრობდით და ეს ჯერ ამის ყურება, თანაგანცდა ყველაფერი, ხო, ყველაფერი. სიბრალული რო რატო უნდა დაემართოს ადამიანს ან რატო. ხო. ასაკის შიში გაქვს? უი, არა. არა. ეკა გეფიცები მე და მინდა ბევრმა გაითვალისწინონ არ შეეშინდეთ ასაკის, იმიტომ რომ მართლა გეუბნები, მე ახლა უფრო კარგად ვარ, ვიდრე 20 და 25 წლის ასაკი. თლიანობაში. რატო? არ ვიცი, ალბათ რაღაც წრე შეიკრა. რამაც გამამთლიანა, რამაც აი ეს რაღაცა ყანყალი და რაღაცები მომეხსნა. ბოლოს რაზე აღშფოთდი ყველაზე ძალიან? ყოველდღე აღშფოთებული ვარ. რატო? ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვითარებით. ყოველდღე ვარ გაკვირვებული, აღშფოთებული, ამოუწურავი ყოფილა ადამიანის გულგრილობა, ორპირობა. არ ვიცი, ვერც კი ვამბობ. ბევრი რამე ერთად. იცი რატო ხა გავიზარდე ასე ვთქვათ ნომენკლატორულ ოჯახში ბაბაჩემი იყო სულ რაღაცა თანამდებობაზე. მაგრამ სულ მახსოვს როგორ იკრიბებოდნენ და ცდილობდნენ ბავშვობიდან ლაპარაკებით ასე ისე ბევრი ადამიანი, ბევრი თანამდებობის პირი რაღაცნაირად მოენახათ რაღაც გზა, რომ ეს საქმე ფილმი იქნებოდა, სპექტაკლი იქნებოდა, გამომცემლობა წიგნი იქნებოდა, რაღაცნაირად გაეტანათ. აი რაღაცა გზები ენახათ, რომ რაღაცნაირად ეს მომხდარიყო, დადგმულიყო, ფილმი გასულიყო, თაროზე არ დარჩენილიყო. აი სულ ეს ხდებოდა. ხო, სულ ეს ხდებოდა, აი რაღაცნაირად, აი ესე. რთული იყო მაშინაც, მაგრამ ამას ახერხებდნენ. ამდენი გამყიდველი და ამდენი არ მოყვარე თავის ქვეყნის, ასეთი მოღალატე, არ ვიცი. როგორი გინდა რომ იყოს შენი ქვეყანა? იცი როგორი მინდა იყოს? პირველ რიგში სასამართლო იყოს, კანონი მუშაობდეს, კონსტიტუცია არ იცვლებოდეს დღე გამოშვებით, მთავრობას ჰქონდეს დაბალი ხელფასები და ემსახურებოდეს ხალხს. ნუ ახლა დამოუკიდებლობაზე და ევროპულ გზაზე და იმაზე თავისთავად ახლა. რა ვიცი, მიჭირს ლაპარაკი იმ ხრივ, რომ ამ ყველაფერს ხელიდან უშვებთ ყოველ დღე და ეს ბრძოლა ეფლობა კორუფციაში ქვეყანა საბოლოოდ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ყოველთვის ასეც ისეც 40 კაცი იდგება იქ თუ 250 ვიდგებით თუ 1000-ზე მეტი, რა თქმა უნდა, ეს არ იკარგება. მაგრამ როდემდე არ ვიცი. ნახოთ. ეს ბრძოლა რაშიც ახლა ვართ? გადის თითოეულ მოქალაქეზე. გადის. და მე სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი დამკარგეს ვერ ვიტყვი, ახლა დიდად ახლობლები ჩემთვის არც იყვნენ, მაგრამ რაღაცნაირი განხიბლა საერთოდ ცუდი რამე არის. რაღაცნაირად სურვილი აღარ გაქვს. ხო, ისე განვიხიბლე, თურმე რა ყოფილა სინამდვილეში, თურმე ვინ ყოფილან სინამდვილეში, თურმე რანდომებიათ და კი გამოჩნდა რაც დომებიათ და რისთვის ეს ყველაფერი, ან რა მაკავშირებდა ეს წლებიც გენანება, ხო? არ ვიცი, რთულია ამაზე ლაპარაკი. მაგრამ განვიხიბლე და ვერ ვაპატიებ. ხო, რთულია, როცა მით უმეტეს ახლობელი ადამიანის გადაფასება ხდება, ხო? ხო, სხვა კუთხით რო დაინახა. ხო. ქვეყნის სიყვარული რას გავს? ქვეყნის სიყვარული გავს აი დილით რომ უცებ რომ გაიხედავ და იმიტომ რომ ზე არის და კარგი ამინდი არის. აი რაღაცა აი ეს არის. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან. და მიხარია რომ ჩემ შულსაც ესე უყვარს. არასოდეს წასვლაზე არ მიფიქრია, თუმცა მქონია შანსი ყველანაირად. არასოდეს და მტკივა გული. აი მეჭმუჭდება გული. აი ასე რომ გაკრავს ხოლმე რაღაცა. აი ესე მიყვარს. შენი შვილის თაობისგან რას სწავლობ?
თუ სწავლობ რა. თავხედობას. რომელიც მეტნაკლებად, რა ვიცი, ცუდი გაგებით არ ვამბობ. აი რაღაცა ისე რა. რასაც ჩვენ არ ვაკეთებდით, იმიტომ რომ უხერხული იყო და არ შეიძლებოდა და თურმე შეიძლება და არაფერი ამაში ცუდი არ არის. კი. თავხედობა ცუდი სიტყვა ვთქვი, თავხედობა კი არა. გამბედაობა. გამბედაობა. ხო. რისკიანები არიან. გამბედავები რისკიანებია, უშიშრები არიან. არიციან რატო უნდა იყვნენ შეზღუდული. რა უშლით ხელს, რატო არიციან. ზოგადად ცხოვრებაში ყველაზე მეტი ვისგან ისწავლე? ვინ იყო ადამიანი? ვისაც ენდობოდი, ითვალისწინებდი რჩევას, თქვა. არა, ყველასგან ცოტა-ცოტას. ასე კონკრეტულად. რომელიმე როლს გამოარჩევდი, ყველაზე ახლოს რო იყო შენთან, აი შენი თავისად. არა. თამაშია. მე ხარ თამაშობ. მე ხარ წარმოგიდგენთ. მაგრამ ის ნაწილი ხო შენი არის. სულ ყველას რატომღაც ნელიკოთი მომართავენ და ალბათ შენთვისაც უცხო არ არის ეს ნელიკოს თემა და არა ვარ ხალხო ნელიკო არა ვარ კაპასი ვარ კაპარჩხანა ვარ და აი მაგაზე მინდა კითხო. ეს პერსონაჟი გახდა რომელიც ყველამ შეიყვარა. ყველაფერს მიუხედავად. ხო. ყველა განწყობის მიუხედავად. კი. იცი რა, ოღონდ ყველას რა ავიწყდება, იცი რომ შენ თავი არანაირად არის. არა, აბსოლუტურად არა ვარ, მაგრამ მეც მიყვარდა, კარგი ქალი მენატრება ძალიან, ის პარიკით მენატრება, ის ყველაფერი მენატრება, ის აი ეს რაღაცა, აი ეს სულ რო რაღაცა იმაზე არის, ვიღაცის სიამოვნებაზე და ვიღაცაზე დამოკიდებული, მაგრამ ძალიან გვავიწყდება, რომ ეს ქალი საოცრად პრინციპული არის. დაუჯერებლად პრინციპული. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული პერსონაჟი არის ჩემი ცოლის დაქალებში. გინდა ტრანსგენდერთან ურთიერთობაში, გინდა ქმართან, გინდა სიმსივნესთან ბრძოლაში, რა ვიცი, ბევრ რაღაცაში. არის ძალიან თავისი პოზიცია აქვს. მაგრამ არის რა მოგცა ნელიკო? ნელიკო მომცა პირველ რიგში ქეთი დევდარიანმა და გიორგი ლიფონავამ მომცა, რომ საოცარი პოპულარობა. ხო. საოცარი სიყვარული და იდენტიფიკაცია ნელიკოსი და ჩემი. ხო და ესეთი არ მოაქვს სამწუხაროდ თეატრს. თეატრს არ მოაქვს სამწუხაროდ. იმიტომ რომ თეატრს თავისი ასე ვთქვათ, ბაბლი მაყურებელი ყავს თეატრის და ეს მით უმეტეს ტელევიზიით თან ესეთი წარმატებული და ძალიან დიდი სიყვარული მომცა და მე ძალიან მადლობელი ვარ და აი მაშინაც იცი გადაღებაზე რომ დავდიოდი ისეთი ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია. ძალიან ცოტა ხნის წინ უკვე დამთავრებული იყო. აღარ გადიოდა სერიალები უკვე შეწყვეტილი გადაღება. ერთი ექიმი მეკითხება, ეხლა ხო კარგად გრძნობთო თავსო? კი მეთქი, კარგად ავარ. არა, ისო რემისიაშიო თუ რაღაცა სიტყვა იხმარა. და მივხვდი, რომ ნელიკო სიმსივნეზე მელაპარაკებოდა და გაიგივებული. არაფერი არ უთხარი. კი, კარგად ვარ მეთქი, ძალიან კარგად ავარ. უამრავმა ჩემს გარშემოც მართლა დაამარცხა ეს სენი და არა, კარგად ვარ მეთქი. მაგრამ ასევე რას მეკითხებიან ეკაიცი? Google-ში რო ჩაწერო ბაია დვალიშვილი. პირველს გიგდებს. რატო აგინა პროდიუსერმა პირდაპირ ეთერში ბაია დვალიშვილს? და ეს რა არის? იცი, რუსთავი 2-ზე ნენე კვინიკაძემ ღამე დამირეკა რომ დილითო ცოტა ადრე მოდიო რაღაცა რეკლამა გვინდა ჩავწერო და ეგ უცებთ ჩავწეროთო ქალებზე ძალადობის თემა იყო მაშინ ძალიან აგორებული. და აი ასე ვისხედი და სანამ პირდაპირ ლაივი დაიწყებოდა, ვიღაცა გოგოები იყვნენ მოსულები, რეჟისორები და ნენემ თქვა, იცი რა, რაღაცაო გავითამაშოთო, რომ ვითომ შენო რაღაცა ტექსტი დაგავიწყდაო, ვითომ რაღაცა აურიო და უცებო გესმისო, რომ პროდიუსერიო ჯერთი პირდაპირ ხმასაც შემოდის და პროდიუსერიო ვითომ გლანძღავს რომ ედრა, რომ ვითომ ძალადობა სამსახურში და რაღაცა და გავიხედე და ბაჩო ყავთ კაჯაია მოყვანილი და შენ უნდა მაგინო მე ვთხარი, შენ უნდა მლანძღო და ხო მეო. თუ შემოგვიერთება ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გავშლით თემას. კი შემეშალა ესე იგი არ იქნება. აურია რაღაცა მე მგონი. არა უშავს მაიკოს, შეიქნება თუ არ იქნება, ეთერი მაინც იქნება. და არის კიდევაც. აი მე არ რამდენად შეიძლება, აი ერთი დაიგია რა გამაგებია. აურია და ჩაიხადე ამ ტექსტში რა. შეიძლება რომ დაიგირე, აკეთე და ჩავიქრა.
Kamerami, შეიხედე კამერაში. გასწორდი. დავადროეთ საქმე რა. ყველა ჩავიერთდები, როგორ აზრობებ? ხდება რა გავიგე. რა ხდება რა? შეიძლება ერთი გაიგებე, 10 აი გამარჯვება, ხანი ჩეკე, ხოტუ, რა უნდა გავაკეთო ამით დავარ. ხელი შეგე ხო? რა ხდება? კაი, ბაიკო რა. გამარჯვება კამერები რა. წამო წავყვეთ რა, ხო უხერხული ადამიანები. ეს ხდებოდა. ოღონდ არ დამთავრდა. არა ხალხო თან როგორ იყო იცი შავთეთრად იყო მე გადავიდა გადაცემა თვითონ ძალადობის თემაზე ქალებზე ძალადობის არა ის ჩაიბეჭდეს რომ მე მაგინა და მლანძღა პროდიუსერმა პირდაპირ ეთერში მაგრამ მართლა ძალიან კარგად გავითამაშე ადამიანებს დღემდე ჯერა და კარგია რომ მოყევი მართლა მე ამ კლიპმა თუ სარეკლამო იყო გაკეთებული ვერ ვიტყვი კანის ფესტივალზე აიღო რაღაცა მეორე ადგილი თუ რაღაცა ხო და ასე დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ აქამდეც მართლა არის, რომ აი რატო და რა მოხდა და მე მაგ იმაზე ფოტოზე შეწუხებული ესეთი რაღაცნაირი სახე. პროდიუსერი რო მაგინებს ვაიმე რა სირცხვილია და მე გავდივარ და ტირილი თვითონ. კარგად გათამაშდა ის მშვენივრად და მოკლედ ბაჩო ქაჯაიას ხმა ვერ იცნესთან. კარგად რომ შეასრულეთ იმიტომაც. ხო, ну შეიძლება. დამაჯერებლად. შეიძლება, ხო. თავისუფლება რა არის, ბაი? თავისუფლება. თავისუფლება არის, როცა მყარად დგახარ ფეხზე და შენი თავის უფალი ხარ. თავისუფლება არის, როცა სიყვარულით სავსე ხარ, როცა შენ საქმეს აკეთებ და აუცილებლად ეს საქმე და შენი ცხოვრება ემსახურება შენ ქვეყანას. ოღონდ ამაში ხარ თავისუფალი, სიყვარულშიც, საქმეშიც, არჩევანშიც. რამეს ნანობ? უიმე, ძალიან ნანობ, რომ ვიზარმაცე და არ ვისწავლე ენები და დავკარგე წლები. ძალიან მწვენია ეხლა, რომ ძალიან ცუდად ლაპარაკობ ინგლისურად. და ჩემს შულს რო ვეუბნები ვილაპარაკოთ მეთქი კვდება სიცილით და თვითონ რუსულის ინჩი-ბინჩი არ იცის, იმიტომ რომ არ დამიძალებია რომ ესწავლა. იცის ინგლისური, გერმანული და ცუდად ფრანგული. რუსული მე ვთხარი დაგცინო ეხლა შენ და არა რა თქმა უნდა, მაგრამ მე კიდე განათლება არ მივიღე რაღაცა სიღრმისეული, აი რამის. უფრო მეტი არ ვიკითხე, თუმცა კითხველი ადამიანი ვარ, მაგრამ იმდენი რამე დამრჩა და მამაჩემი სულ მეუბნებოდა, მე მოახერხებ და მართალი აღმოჩნდა. ვახერხებ, მაგრამ მაინც რაღაცა წლები დამეკარგა. იცი, აი სწავლა სიღრმისეული, აი მოთხოვნილება მაქვს ხოლმე, რომ რაღაცა ვიცოდე კარგად. ზედაპირულად კი არა, წავიკითხე, დავკეტე და ენები რატო არ ვისწავლე? აი რატო არ ვისწავლე კარგად ენები, ვერ ვპატიობ ჩემ თავს. პატიება რამდენად შეგიძლია? იცი რა, ვპატიობ, ოღონდ ის აღარ არსებობს ჩემთვის. არც სურვილი მაქვს რომ რაღაცა სამაგიეროსიან, არა, არც დისტანცია იზრდება და ის თავის რო კიდე გამარტყას, მაგრამ ნუ ხო, არა, უბრალოდ ვთავრდება, იცი, უმტკივნეულოდ ვთავრდება. ხო, დაგიკარგავს ადამიანები? ები არა, ბევრი არა. ნუ 1-2 დამეკარგავს კი. ძალიან რთულია აი რაღაცნაირ რო აღმოაჩენ რომ ხო. არასწორი საქციელიან საქმეში ან ურთიერთობაში ან რაღაცა. ცუდია. იცი რა, მე კი ზედმეტად წესრიგა ვარ და ზედმეტად ისეთი ვარ რაღაცნაირი. შეიძლება ასეც არ შეიძლება, მაგრამ ნუ რა ვქნა. ვთხოვ იმას, რასაც ვთხოვე და რაც უნდა ჩემგან იმას ვითხოვ მათგანაც და რასაც გასცემ იმას ვითხოვ. რამდენიმე დღის წინ შენ სოციალურ ქსელში გაჩნდა პოსტი, გაზაფხულის პირველი დღე
და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი. ხო. აი რა მოლოდინი გაქვს? არ ვიცი, ინტუიტიურად მგონია რომ რაღაცა შეიცვლება. იმდენი რამე ხდება გლობალურად, რომ შეიძლება ეს მოტივტივე ჩვენი ქვეყანა ესე ეგებ სადღაც მიადგეს რომელიმე მყარ ადგილს. ბიძგი მომცა რაღაც ამბებმა. იმიტომ რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. დიდხანს ვეღარ, ხო? ვეღარ. იმედიანი რა შეგიძლია უთხრა ჩვენს მაყურებელს დასასრულისკენ რომ წავიდეთ. იმედიანი? თუდაც მაგ მიმართულებით ალბათ ყველაზე სანამ ვართ, სანამ დილით შეგვიძლია ავდგეთ, ჩავიხედოთ სარკეში და შევძახოთ ჩვენ თავს, რომ მიდი, დაიწყე ცხოვრება. არ გატყდე და გააგრძელე. არ უღალატოთ პრინციპებს. იმიტომ რომ თუ უღალატებ, შენვე ხდები მერე ცუდად. გადადიხარ ცუდ არასწორ პოზიციაში, რაც შენთვისაც ეს არაკომფორტულია. ამიტომ ნუ უღალატებ შენ პრინციპებს. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი. მე როცა მოვკვდები, ქვაზე დააწეროს ჩემმა შვილმა დედა. არც სახელი მინდა, არც გვარი მინდა. იმიტომ რომ მაკუსიამ მე ისეთი სიცოცხლე მაჩუქა და იმდენი გრძნობებით ამავსო, მის გარეშე მე ვიქნებოდი ძალიან ღარიბი. ძალიან. ისე რომ მადლობელი ვარ რომ მყავს და მადლობა რომ ვარ დედა. და საფლავზე მინდა ქვაზე ეწეროს დედა. არც სახელი, არც გვარი. იმიტომ რომ ამით ვარ ყველაზე ბედნიერი. ჩემატირებას შენ გონია ბევრი უნდა? მე კიდე სათვალე არ მიკეთია და ვერ ვხედავ რომ წრებლები წამოგივიდა. ხო. იცი რატო? ხო, იცი მე ძალიან გვიან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მაკუსია. და სულ მეგონა რომ მე არ ყავს 30 წლამდე, 35 წლამდე, 37 წლამდე მე ხალხი ცხოვრობს ასე არაჩენენ შეგნებულად შვილებს, მაგრამ იცი რასაც შვილი გაძლევს, ამის გარეშე წასვლა ამ ქვეყნიდან ცოდვა ხარ. კი არაფერი. მაგრამ შენ გაკლდება. აი შენ გაკლდება ეს. ამიტომ არ უნდა მოიკლო ეს. ტკივილი, სიბრაზე, ეს ენით აუღწერელი გრძნობა სიყვარულის, ახტაცების, მუდმივი ნერვიულობა, მუდმივი დაძაბულობა, ხო. აი ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, რომ შენ იყო სავსე. თორე არც არაფერი ახლა შეიძლება არ გააჩინო და ძალიან საინტერესო ცხოვრებით იცხოვრო და ღმერთო, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. მე ისიც არ მიმაჩნია, რომ გინდა თუ არა გათხოვდი, რატო ვიყავი როგორც ხარ და როგორც გირჩევნია, რომ იყო. მაგრამ მე მადლობელი ვარ მაკუსიას, იმიტომ რომ ასე მოვიდეს და დააწეროს დედა. შენი ცხოვრების მთავარი ამბავი არის შვილი. ხო, და სხვათა შორის ამ ზღაპრებსაც, უმეტესობას არა, მაგრამ უყვებოდი მაკრინეს ბავშვობაში. და ძალიან მიყვარდა რომ ეშინოდა. აი ხა ვფიქრობ, აი რატო უკეთებდი ბავშვს, ჩრდილებს უშვებდი, ნათურებს და რაღაცები მუსიკით ამომქონდა წიგნები, ესეთი მუსიკალური წიგნები, უყვებოდი რაღაცებს და ეხლა მეუბნება, დედა, მე როგორც მაშინებდი, ისე არ შეაშინოთ გეყაცები, მე როგორც მიყვებოდი, ისე არ მოყვეო. არა, პირიქით ეს უნდა გაუღვიძო ბავშვებს, აი ყველანაირი ემოციები. შიში ხო ის არის, ტკბობაც არის შიშით, აი რაღაცა თან გეშინია, თან გინდა თან რაღაცა. მაგრა ვერთობოდი და მაგრა ვართობდი. ხო და ეს ზღაპრები რაღაცნაირად მაკუსიას მიუძღვენი ასე. ეხლა არა ჩვეულებრივი ქალბატონი გახდა უკვე რამდენი წლის? 20-ის გახდება მალე. მალე ბებიები და ეს. არა, სულ არ არის საჩქარო, მიხედოს ცხოვრებას, არა. არ არის საჩქარო. ბაიკო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ცრემლებისთვის, ციცილისთვის, რაც მომანიჭე და ავიცი, აქ სრულებოდეს ყველაფერი და ბედნიერი დედა ყოფილიყავი და შენ შულს ბედნიერება და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. იგივეს გისურვებ.